გამარჯობათ მეგობრებო, მეც უჩვეულო როლში ვარ, ვინაიდან არ გამოვსულო არასოდეს ამდენი ადამიანის წინაშე, არ გამოვსულ ვარ აქციაზე სიტყვით და მინდა ვთქვა მთავარი რამ, ის რამაც მე პირადად მომიყვანა დღეს აქ და რამაც გადამაწყვეტინა ამეღო ესეთი პასუხისმგებლობა და მომემართა თქვენთვის სიტყვით. უპირველეს ყოვლისა გადამაწყვეტინა იმან, რომ ადამიანები ფიქრობთ არა მარტო იმაზე, თუ რა ხდება კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის თავს, არამედ ფიქრობთ იმაზეც, თუ როგორ შეიძლება გადავარჩინოთ ჩვენი თავისუფლება, როგორ შეიძლება შევინარჩუნოთ ჩვენი თავისუფლება, როგორც პიროვნული, ასევე პოლიტიკური თავისუფლება. ვინაიდან თავისუფლების გარეშე სიცოცხლის აზრი არ აქვს, ეკარგება სიცოცხლის აზრი და მთელი ისტორია, როგორც საქართველოსი, ასევე მსოფლიოსი, მხოლოდ ამ ღირსების, ამ უპირველესი ღირსების, თავისუფლების შენარჩუნებას ეძღვნება. ჩვენ ვხედავთ დღეს, რომ უფრო და უფრო იზრდება ის უბნები, ის სივრცეები, სადაც რუსული მეტყველება, რუსული ფაშისტური იდეოლოგიის მეტყველება ისმის. ის სივრცეები, სადაც უფრო და უფრო მეტად ლეგიტიმური ხდება თითქოს მონურ მდგომარეობაში საქართველოს ჩაყენების შესახებ საუბარი. ჩვენ ვხედავთ იმ სივრცეებს, ჩვენ ვხედავთ იმ პოლიტიკოსებს, იმ ადამიანებს, რომლებიც კოლაბორაციაში შედიან რუსეთის ხელისუფლებასთან, ქართველი ერის, საქართველოს ინტერესების, თითოეული ჩვენგანის ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ დღესაც ვნახეთ ეს, როდესაც დააკავეს ლექსო მაჭავარიან და დღესაც დაკავებულია იგი. როდესაც გაიტაცეს მანქანა, რომელიც აღჭურვილი იყო აპარატურით აი ამ აქციისთვის. ჩვენ ხედავთ ყოველდღიურად, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები აიძულებენ ჩვენს პოლიციას იმოქმედონ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც იცავენ თავისუფლებას საქართველოში. ამაზე უფრო დიდი საშინელება, ამაზე უფრო დიდი ცოდვა, მე ვფიქრობ, რომ არ არსებობს, ვინაიდან არ არსებობს, ღალატზე უფრო სამარცხვინო საქციელი ადამიანისთვის. რა უნდა ვიყენოთ ამის წინააღმდეგ? საფრანგეთში მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც ვიშის ხელისუფლებამ, მარშალ პეტენის მთავრობამ გადაწყვიტა, თავი დაეხარა, გადაწყვიტა ეთანამშრომლა ფაშისტურ, ნაცისტურ ნაცისტ ოკუპანტთან, უამრავი ცოდვა ჩაიდინა, უამრავი დანაშაული ჩაიდინა, როგორც საფრანგეთის, ასევე სხვა ერების წინააღმდეგ, მაგრამ მისი ისტორიკოსები ამბობენ, რომ არ იყო იმაზე უფრო დიდი დანაშაული პეტენის მხრიდან ჩადენილი, ვიდრე ის, რომ მან მოუწოდა თავის პოლიციელებს, თავის საჯარო მოხელეებს, თავის ხელისუფლების წარმომადგენლებს ეთანამშრომლად ფაშისტურ გესტაპოსთან, ეთანამშრომლად იმ ადამიანების წინააღმდეგ, იმ ადამიანებზე სანადიროდ, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ოკუპაციას, რომლებიც იცავდნენ თავისუფლებას საფრანგეთში. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ხელისუფლებაც სწორედ ასე იქცევა. მაგრამ რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ ამის წინააღმდეგ? უპირველეს ყოვლისა, ეს ნაბიჯი უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ჩვენი რიგების უზომოდ გაზრდა იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ჩვენ ზურგს უკან ნიღბით თანამშრომლობენ ხშირად პუტინის ტერორისტულ სახელმწიფოსთან, ფეხქვეშ ცეცხლს გრძნობდნენ, მათთვის არ იყოს კომფორტული მოქმედება, უნდა შევზღუდოთ მათი სამოქმედო არეალი. აი ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი. ამისთვის აუცილებელია მტკიცედ დავიცვათ ჩვენი თავისუფლება. უპირველეს ყოვლისა დავიცვათ ჩვენი პიროვნული თავისუფლება და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის თავისუფლება ამასთანავე. დიდი მადლობა.